ერთი წუთია აგერ შევამოწმე გავივარჯიშე ცოტა პირველად ვწერ ამ რა ქვია ამას ლაივს რო ეძახიან პირდაპირ ჩაწერას Facebook-ისა ხო და ერთხელ ვცადი ორჯერ და მე მგონია ეხლა იწერება 10 წელი გავიდა რაც ვიდეო არ ჩამიწერია არ მისაუბრია და ეხლა მიხდება ამის გაკეთება და რა მიზეზით შეამჩნევდით ალბათ Facebook მეგობრები რომ ამ ბოლო დღეებში არის საუბარი რაღაც ახალი ტერმინი შემოვიდა არაბიზაცია დაარქვეს ამას ხო და აი ამის შესახებ გამოდის ხალხი ხო და ლაპარაკობს აგერ მაქვს კომპიუტერში გამოტანილი ხალხი არის ერთი პატრიოტი ადამიანი გურამ ქართველიშვილი მოусმინე მის საუბარს ეს ვიღაცა ირმაინაშვილი და თათარხან ვიღაცა არის მოუწოდებს ხალხს რომ როდისღაც რა წერი არ ვიცი ახლა ხო გამოდითო და თუ არა რაღაცა ვიდეო ჩაწერეთ და გამოგვიგზავნეთო. კაი. მერე ქვევით არის გიორგი თავდგირიძე და ნუ ეს წერს, ნუ რა ხდება, როგორ არის და მე კომენტარი დაუწერე, კარგი და რატომ არ იშორეთ მეთქი. ესე იგი ეს იძახეს, რომ ერთადერთი გამოსავალი არისო, რომ ეს თაღლითი მოიშორეთო და მე მიწერია მის და ჩემ გადატანილმა გაზიარებულმა ეს პოსტი კარგი და რატომ არ იშორებთ თაღლითს აი ამ ერთ კითხვაზე გამეცეს პასუხი და ნუ რა პასუხს გამცეს რა ქვია გიორგი თავდგირიძე ალბათ ცოტა ხნის მერე ამ შემდეგ გამოჩნდება ნუ ეს მაკრონი და ჯორჯი მელანი კარგი ევროპაშიც რევოლუცია ხდება კარგი ისმიდის პროცესი პრინციპში მერი არის რამაზ გაგნიძის წერილია 34 კაისა აქ ამას აზრი გამოტანილი კარგად დააკვირდით 35 წლის მანძილზე არც ერთ მთავრობას არ გასჩენია სურვილი რომ ფაბრიკა ქარხნების ინვესტიციები შემოეტანა ქვეყანაშიო მართალია ხო აი რომელიც ესე იგი პირველ წლიდანვე ნუ არაფერი ქარხანა ფაბრიკებიც იყო საქართველოში ინდუსტრიალიზაცია სოფლის მეურნეობა და ის ინდუსტრიას მოშალეს დაანგრიეს ქარხანა ფაბრიკები სოფლის მეურნეობა კი არა სოფლები აღარ არის დაცარიელი და ასე შემდეგ ნუ ეს სხვა თემა არის პროგრამა არის ალბათ ასეთი და გეგმა აქვს რომ საქართველოს დააცარიელონ ესე იგი ქართველებისგან ეს არის ისა რა ქვია ხო ჯერ კიდე როდის იყო 87-ში თუ 88-ში რაისა გორბაჩოვმა თქვა რომ გრუზია без გრუზინ ნუ ასეთი პროგრამა იყო და მე მგონი გრძელდება ახლა ის რაისა გორბაჩოვმა რო თქვა ვიღაცამ უკან ნახა და გაიმეორა ალბათ ხო მე ქვემოთ ნუ ბევრი გაზიარებები მაქვს მე კიდე რა გვაქვს აქაც ლაპარაკობს აგერ ჯაბა იოსელიანის სახელით არის ვიღაცა ადამიანი რომელიც სწორედ ისევ ესეც ამას ეხება საქართველოს შაჰაბაზების ნაბუშრებით რომ აივსება დარჩენილმა ქართველებმა ეროვნული სხოტკა მოვაწყოთ დავჯდეთ და ეს ის ვარკვიოთ წინა ხელისუფლებამ უფრო მეტი ძღნერი ჭამა თუ ახლანდელმა სტოსი ხაინდრავამ წაიყვანოსო ნუ ხაინდრავა ეს იმას რა ქვია გოგა ხაინდრავას გულისხმობენ და არა თქვათ ივლიანი სადაც ჩანს მე მგონია ხო ეს ვინ არის კიდე ესეც ამაზე ლაპარაკობს
ღალატის გამправებლებს, ეს არის ერთი ზვიადისტი ერმილე ნემსაძე. პრინციპში სწორედ ლაპარაკობს, მაგრამ ერთი ისა აქვთ ამ ზვიადისტებს შიზოფრენიული, რა ქვია, ჩაკირული აქვთ, მოკლედ ეს ზვიადიზმი და იქიდან ვერ გამოდიან, თორე ისი კაი ბიჭია ეს თავის ძმაც დათოც არ აუშავს და ხო, ბევრი ისენი მაქვს ახლა, მაგრამ მოსახლეობის კატეგორიული წინააღმდეგობის გამო კომპანია ეაგლე ჰილსმა მონტენეგროში არაბული მეგა ქალაქის მშენებლობა ვერ დაიწყო. არის ამაზე ამ ვიღაც კაცი რო არის, რა ქვია იმას, რაღაცა ჯანდაბა ქვია, რომ მონტენეგროშიც და იმაში, რა ქვია, უნგრეთში ქონია მრავალ მილიარდიანი პროექტები და იმას არ მიუღიათ და გამოუგდიათ, გამოაპანღურეს და ეს 6 მილიარდით კიდე საქართველოში ჩამოვიდა. ეხლა რა ხდება? 6 მილიარდი, ხო? 6 მილიარდი ახლა საქართველოსთვის ბევრია, რატო? იმიტომ რომ ჩამორჩენილი გაუბედურებული ქვეყანაა. ქვეყნები არის, ხო? საქართველოს ხელაც არის და დაახლოებით, რომელი გითხრათ ახლა, ნორვეგია მაგალითად, ან სულთლად დანია რო აიღოთ ევროპული ქვეყანა, არანაირი, ესე იგი, წიაღისეული იმას არ გააჩნია და ბუნებრივი სიმდიდრე და 6 მილიარდი იმისთვის არაფერი არ არის. თუნდაც სულ პატარა ქვეყნისთვის, აი ანდორა რო არის, შეხედეთ იმის ბიუჯეტს რამდენია და ეს ვიღაც არაბი ანდორაში ვერ ჩავა და თავს ვერ მოახვევს და ვერ დაახამებს, რომ აი მე შენ ამდენს და ისე. 6 მილიარდი არაფერი არ არის. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში ბიუჯეტი იყოს 50 მილიარდი ან 70 მილიარდი, ხო? არაფერი არ არის 6 მილიარდი. ეხლა მილიარდებზე ვლაპარაკობთ ჩვენ. მილიარდები, დოლარებია გულისხმება და საქართველოს მთავრობა ამ დოლარებით ყიდის ქართულ მიწას, თან როგორ ქართულს ლაპარაკობენ, ხო, სისხლითა და ოფლით მოწყულ 1000 წლეულებით და სწორედ არაბების მიერ ქართველების სისხლი დავრილი და მარტო არაბები კი არა, თურქები და რავი, ირანელები და ვიღა არ იყვნენ, მონღოლები და რა, ხო. და ფული რა არის ფული, კაცო? დოლარი არის ქაღალდი. აი მწვანე ფერის შეფერილი ქაღალდი არის და მეტი არაფერი არ არის. იმ დოლარის უკან არაფერი არ დგას. უბრალოდ ქაღალდია რა. ერთ დღეს რომ ამერიკამ გამოცვალოს ეს დოლარი, რას აკეთებს მე საქართველოს მთავრობა? მოუწერა ხელი, ეს ფული აიღო, რამდენი ახლა 6 მილიარდი, რამდენი იქნება დაახლოებით გეტყვით, აი პალეტები რო არის, ხო? აი სამშენებლო იმაში იყენებენ ბლოკების თუ აგურების თუ რაღაცებს დააწყობენ, გადმოიტანენ ამწეკრამით, იმას ეძახიან პალეტს. და იმ პალეტზე რო დაალაგო, აი 1 მეტრი, 1 კვადრატული მეტრი კუბიკური ალბათ დოლარების პაჭკებია. თან 100 დოლარიანები უნდა იყოს გინდა თუ არა. ხო და აი ეს არის 1 მილიარდი, 1 პალეტი შეკვრა, რაც დაეტევა ეს ისა, რა ქვია, დოლარები. და 1 მაქელა 6 პალეტი. ფილმი არის ერთი მინახია, სადღაც სიცივეში მოხვდებიან და ფული აქვთ ასე ბევრი და რო შეცივათ, რა აქნან ეხლა და ადგებიან და იმაში ღუმელში შეუკეთებენ და ცეცხლ დაართებენ და იმ ფულით, ესე იგი მილიონები დაწვეს, რომ სითბო ქონიყოთ და სანამ მაშველი მოვიდოდა და სანამ წაიყვანდნენ იქ სადღაც მოხვდნენ. აი ეს ფული დაწვეს, ესე იგი, არაფერი არ არის ეს ფული, ხო? სიცოცხლე შეინარჩუნეს, მილიარდები დაწვეს, ესე იგი, იქ რაც ჰქონდათ ის ფული.
აღარ მახსოვს რა ფილმია, მგონია თვითმფრინავი ჩამოვარდა და თვითმფრინავში იყო ეს და სადღაც ეს ხდება ანდებში მგონია სამხრეთ ამერიკაში. ხო, ნუ ფილმის სახელს ვიღაცა გაიხსენებს ალბათ და ხო. და აი ეს არის დოლარი მოკლედ. თან რა არის, ამ დოლარს არანაირი გარანტია არ აქვს. რომ თქვათ, აი ივანიშვილს რამდენია ხარ ვიცი და ნებისმიერ სხვას, გინდა იმ არაბებს, რომ ტონობით ულაგიათ და რომ ჩაიტანონ ამ იმაში ამერიკაში და ამერიკელებს უთხრან, აი თქვენ ეს თქვენი დოლარები და ამის ეკვივალენტი ფასი ოქრო მოგვეცი. არ იძლევიან ოქროს ამერიკელები. არა გარანტია დოლარს არ არის გამაგრებული ოქროთი. უბრალოდ ქაღალდი არის და ნუ სოფლიოში ესე არის მიღებულია დააწესეს, ვინ დააწესა ეხლა იქ ბევრი ლაპარაკობენ ვის ხელშია ეს ამერიკა და ვინ განკარგავს და ასე შემდეგ, ხო? იქ მასონებზია ლაპარაკი, ებრაელებზია ლაპარაკი, სიონისტები და როთშილდები და ერთი ამბავი. ნუ ჩვენ პატარა ქვეყნებს ეს არ გვეხება, მით უმეტეს რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეებს, ხო და აი დოლარიც ეს არის. ესე იგი, ისი თქმა მინდა რომ შეიძლება ხვალზე ამერიკამ არის ამაზე ლაპარაკი, რომ ერთ დღეს ამერიკამ უარი თქვა $3, რომელიც ტრილიონობით არის სოფლიოში გაფანტული და თქვას, რომ ჩვენ ფულს ვცვლით. და დამთავრდა. გარანტია არაფერი არ არის, ხო? როგორც გითხარით, ოქროს ის არ აქვს ამას ძალა, არაფერს არ მოგცემენ, ოქროს კი არა, რკინას არ მოგცემენ იმ დოლარში და შეცვლიან და იძახიან, რომ შეცვლიან იმ ფულს დოლარი არ ერქმევა, დოლარის მაგივრად დაარქმევენ ამერო. და ეს ამერო შეიძლება იყოს მარტო ამერიკის კი არა, კანადისაც. და არის ლაპარაკი, რომ მექსიკად შეუერთდეს ამ ფულის ერთეულს. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით, ეს არის ვიღაცის ნათქვამი, გინდაც ამერიკის და ჩვენ არ ვიცით. ხო, ეხლა სხვა არის. ფული, კაი. 6 მილიარდი ჯერ არაფერი არ არის. იმის ფონზე რომ საქართველოს შეუძლია 6 მილიარდი კი არა 60 და 100 მილიარდის, ესე იგი არ არის საჭირო. მაგალითად საბჭოთა კავშირის დასაწყისში 1922 წელს, რომლის ერთ-ერთი სუბიექტი საქართველოს გახდა, თავიდან ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა, შემდეგ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. დასაწყისში იმ ქვეყანას საბჭოთა კავშირი უერქვა, არ აქონდა გაცვეს ინვესტიციები თუ რაღაცეები, არც არაბები ჩამოდიოდნენ, არც თურქებს თავი უჭირდათ და იქით ეხმარებოდა ლენინი და ლენინი რო არა შეიძლება თურქეთი საერთოდ გამქრალიყო, დაშლილიყო და იმ გათახსირებულმა ლენინმა აი ესე ხელი შეუშალა პრინციპში თურქეთის დაშლას და მე 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკა წარმოიქმნა და ეს იყო ლენინისა და ათათურქის ეს მეგობრული თუ რაღაცა იმპერიული და შეთანხმება და ასე შემდეგ. ხო. რა მინდოდა საიდანაც წამოვედი და მე მგონია გადავუხვიე თემას. ხო, იგივე მოხდა საბჭოთა კავშირშიც, საიდან დავიწყე, რომ ინვესტიცია არ იყო და მერე წამოვიდა ეს და გაძლიერდა და საბჭოთა კავშირი იყო მსოფლიოში მსოფლიოს ეშინოდა, კაცო, აზანზარებდა მსოფლიოს და ეკონომიკა ქონდა იმისთანა დოლარი არაფერი არ იყო. მე 1988 წელს რო გამაძევეს თბილისში, გადამიხურდავეს 90 მანეთი და მომცეს $159. ესე იგი საბჭოთა კავშირიდან გამაგდეს
$159 აი ესე ამარა რა მეტი არა მთელი ხო და რა გამოდის ვიცი დოლარი ღირდა დაახლოებით 60 კაპიკი 60 კაპიკად შეიძლებოდა $1 ყიდვა 65 იყო 70 ყოველ შემთხვევაში გინდათ ერთ-ერთზე იყოს ეს საბჭოთა მონეტი უფრო ძლიერი იყო ვიდრე რუსული რუბლი გასაგებია რომ იქ აკონტროლებდნენ და საბჭოთა სისტემა მორგებული იყო იმ რუბლზე რომ არ გაქცეული იყო და ინფლაცია არ მოხდებოდა და ის ინფლაცია ხდება ხო ეგ აფრიკის ქვეყნებში და სხვაგან და აზიურ ქვეყნებში რომ მე სასწორზე წონიან ფულს და ისე ყიდიან თქვა ბანანს 1 კილო ბანანში 2 კილო რაღაც უზარმაზარ როგორც ჩვენთან რა შორს მივიდივარ რა თქმა უნდა აფრიკა რამდენი იყო ესე იგი 1995 წელს მე რომ გამანთავისუფლეს მოხსნეს ფაქტიურად შევარდნაძის პარლამენტიდან ერთი თვის ხელფასი და რაშოც ეძახიან ესე იგი დაგროვილი ფული მომცეს 19 მილიონი კუპონი და მაშინ ახსოვს ესე იგი რა იყო $19 ეკვივალენტი იყო ესე იგი $1 იყო მილიონი კუპონი და ეს ხელფასი და რაშოტი მთლიანად 19 მილიონი კუპონი მომცეს და მაშინ ვიყავი მე მილიონერი ну რა თქმა უნდა კუპონებში რომან გოცირიძის კუპონებს ეძახდნენ და რომან გოცირიძეს დაარქვეს მე კუპონა კიდე ხო ეს გვახსოვს ჩვენ ხო გარდა კუპონისა ეს ფულის ახსენე ხო ეს დოლარის შეცვლა ამერო და цариელი ქაღალდია ოქროს ის არა აქვს და გარანტია და არც ბრილიაც მოგცემენ და არაფერი იმაში რამდენი პალეტი და რამდენი მილიარდიც არ უნდა გქონდეს ვის ახსოვს არ ვიცი და მე მახსოვს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და უკვე იშლებოდა რა დაშლილიც იყო ესე იგი 1990-91 წლები მე მგონია უკვე საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქონდა გამოცხადებული და რუსეთმა შეცვალა საბჭოთა რუბლები, მონეთი ქართულად, აზერბაიჯანულად მანათ და ასე შემდეგ, ფულის ერთეული და შეცვალა რა 100 მანეთიანები, 50-იანები და მგონი 25 მანეთიანებიც. დიდი კუპიურები შეცვალა და მე ახლა საქართველოში არ ვიყავი მაშინ საფრანგეთში ცხოვრობ ჯერ კიდე არ ვიყავი დაბრუნებული ხო და მოუწოდებდი მე იქ ჯერ კიდე გამსახურდია იყო მე შევარდნაძე ჩამოვიდა ხო და არ ვიცი ზუსტად არ მოვიტყუო ის მახსოვს რომ მითხრეს რომ თბილისში იყო რიგი თბილისი მოსკოვის რეისზე რაღაც 37 მანეთი რო იყო მგონია 1000-ობით მანეთს იხდიდნენ და ჩანთები მიქონდათ და ჩანთები რო არ ქონდათ ხალხს ცემენტის პარკებში ყრიდნენ ფულს და იმდენი გაქონდათ ესე საქართველოში იყო დაგროვი მილიარდობით მანეთი და სანამ ეს მოხდებოდა მე რადიოში მუშაობდი იმ დროს რადიო თავისუფლებაში და მაშინ ვიზახდი რომ შეიძლება მეთქი საქართველოს ხვალზე დამოუკიდებელი გახდეს მეთქი და უკვე ხდებოდა რა 90 წელში ის რა ქვია არჩევნები დანიშნეს რაღაცა იყო რა კიდე ხო და უნდა ეს ფული მეთქი მთავრობა მეთქი ამოიღოს ეს ამდენი ფული და წაიღოს ეს რუსეთშია თუ ყაზახეთია თუ დიდ ქვეყნებში ხო და გადაახურდაოს ან კიდე ახლა დოლარს ვინ მოგცემდა ხო საბჭოთა კავშირში ის იყო რა ქვია ძნელი იყო და მაშინ რა იყო უნდა ეყიდათ ესე იგი რამე
გინდა ნედლეული, გინდა ტრაქტორები გამოდიოდა მაშინ, და ქვეყნის რაღაცა იყო მილიარდობით, ესე იგი და შემოეტანა და დაეწყოთ. ის გამოდგებოდა, ხო? ტექნიკა იყო, სამშენებლო, რა ვიცი მე, ქვეყნის ის იყო და არ გაითვალისწინეს და აი ეს მოხდა და თბილისიდან ჩასული თვითმფრინავები მოსკოვში ჩამოართვეს რუსებმა ქართველებს, ჩატანილი ეს ამდენი გატერილი თვითმფრინავი ფულით და უკაპიკოდ დასვეს იგივე თვითმფრინავზე და გამოაგდეს. გამოყარეს უყველა. ანუ საქართველოს მაშინ მილიარდები იზარალა. ამას ივიწყებს ქართველი თუ რა არის, არ ვიცი, ბევრი რამე დაივიწყა ქართველმა. მეხსიერება არა აქვს, არც ხლა ეროვნული მეხსიერება რო არა აქვს და ისტორიული გასაგებია, მაგრამ ეს ფული რო უყვარს, ფულის დაკარგვის მეხსიერებაც არ აქვს. და რამდენი მილიარდი დაიკარგა, მაშინ წარმოიდგინეთ, საქართველოს არ იყო ის, რა ქვია, ჩამორჩენილი ქვეყანა, პირიქით უფრო მოწინავე იყო და ხალხში, მარტო ხალხში იყო უფრო მეტი ფული, შეიძლება რომ არ იყო, თქვათ, მაგალითი რა მოვიყვანო, სამივე რესპუბლიკა ბალტიისპირეთის. ან კიდე უკრაინა რო არის, ამხელა უზარმაზარი, ხო, 55 მილიონი ის იყო და საქართველოზე კი ლაღამ რამდენი, ზუსტად თუ არა, დაახლოებით 8-ჯერ მეტია ტერიტორიით. და უფრო მეტი ფული შეიძლება ყოფილიყო საქართველოში, ვიდრე აი უკრაინაში. ან კიდე იმ ყაზახეთი 5-ჯერ მეტია და ტერიტორიულად საფრანგეთზე, მაგრამ საქართველოში მეტი ფული იყო ვიდრე ყაზახეთში. იყო ხო ახლა იცით რატო ხილი, ბოსტნეული, ციტრუსი და ხალხი გამართული იყო და რა ვიცი მე საქართველოში რომ სახლები შენდება სოფლებში საფრანგეთში ასეთი არ მინახია 300, 400, 500 კვადრატიული სახლი საფრანგეთში იმას შატოს ეძახიან, ესე იგი სასახლეს ეძახიან და საქართველოში გლეხები რო დაიწყეს ეს მშენებლობას, მე შვილი ვეღარ ამთავრებდა, აი ეს არის რა ვიცი მე ერთმანეთს მიბაძვა ალბათ და წამხედურობა და რამე. ეს ფულის ამბავი ხო და დოლართან დაკავშირებით. სხვები ფულთან ისევ ილაპარაკეს, აგერ მე გაზიარებული მაქვს რაგვარია კაცო იოსელიანი წერს ესაო ენკას რა ქვია ნამახვან ჰესის მაგალითი მოყავს რომ ჯარიმა დაგვადესო და 400 მილიონი ბიუჯეტიდან გადაგვახტევინეს და ჩვენი ქართველების ხალხის გადასახდელიო და შეიძლება იგივე თაღლითობასთან კონდეს საქმე დაგვადებენ ეგერ 1 მილიარდს ან 2 მილიარდს ჯარიმას ხო და ვიღაცა ის არაბიც ისარგებლეს და აქ ვინც მოუწერა ხელი ივანიშვილმა ყობახიძემ თუ კიდე ვინ უნებია იმ საიდუმლოებაში ის რო იძახის რა ქვია გოგა ხაინდრავა რომ რა თქვენი საქმეა შიგრაწერიაო შეიძლება იმასაც რამე მიცენ ან სოსო მანჯავეძეს გადაუგდონ ერთი რაღაცა პატარა 1 მილიონი თუ 2 მილიონი თუ მილიარდს დაადებენ წარმოიდგინეთ ახლა 100 მილიონიდან 1 მილიონი არაფერი არ იქნება ხო და აი ეს არის ეს მე უფრო სხვა რაზეც ილაპარაკეს ხო ილაპარაკეს ხო ეს ეკონომიკა მე ეკონომიურზე ვიღაცები ლაპარაკობენ ფულის საკითხი გასაგებია თაღლითობის და ეს რაღაცა სქემები არსებობს როგორც იძახიან და მე სხვა რამეზე მინდოდა უფრო მელაპარაკა სხვა რამე საკითხ შევეხო და ძირითადად მინდა ახლა ყურადღება თუ ვინმე მოისმენს მათი ყურადღება შევაჩერო რაც არ ულაპარაკიათ აი ჩვენ მეგობრებს Facebook მეგობრებს პოლიტიკაში აქტიურ ქართველებს
მინდა აი ეს საკითხი განვიხილო ისტორიულ, გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ საკითხში. მე სტატისტიკური მონაცემები 1979 წლიდან მაშინ მახსოვს საბჭოთა კავშირის აღწერა და მაშინ გამოვიდა მსოფლიოს და ევროპის და აზიის და ასე შემდეგ მაშინდელი სტატისტიკური ცნობები მახსოვს და ეხლა მით უმეტეს Google არის და შეხვალ და როგორც იძახიან ხოლმე დაგუგლე და ნახერ და რომ ესე იგი არ შემეშალოს აგერ ამოვიწერე მე ზოგიერთი ცნობები თარიღები კი არა ეს ციფრები ამოვიწერე და ამის შესახებ მინდა ვილაპარაკო არაბები და საქართველო თავიდანვე ვიტყვი რომ ეს არაბული სამყარო თურმე ყოფილა 473 მილიონი. კარგად მომისმინეთ და კარგად დაფიქრდით. 473 მილიონი და შედგება 23 ქვეყნისგან. 23 ქვეყანა არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ესე იგი ეს 23 ქვეყანა ზის იმაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ზოგი ეს არაბული ქვეყანა არის მდიდარი, ზოგი არის ღარიბი და რაც შეეხება სიღარიბეს საქართველოს ღარიბი არც ერთი არ არის. ეხლა ჯერ ეს ვიცოდეთ და დავიმახსოვროთ, რომ არაბული ქვეყნები ერთად არის 473 მილიონი. ეხლა ტერიტორიით როგორც აგერ წერია Google-დან ამოვიღე, ჩემი მოგონილი არ არის, ვინ დამათვლევინებს და საიდან დავითვლი. ეს 23 ქვეყანა შეადგენს 13 მილიონ კვადრატულ კილომეტრს. წარმოიდგინეთ თქვენ. 13 მილიონი კვადრატული კილომეტრი ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებზე უფრო მეტი, კანადაზე უფრო მეტი, ბრაზილიაზე უფრო მეტი. ესე იგი ამერიკაში სამი ქვეყანა ხო ეს დიდები. მექსიკაზე აღარ არის ლაპარაკი და არგენტინაზე დიდი ქვეყნებია, მაგრამ ისე არაფერი არ არის. ჩინეთზე დიდი ტერიტორია უკავია. ინდოეთი მილიარდ 400 რამდენი 40 მილიონია თუ რაღაცა არის და ამ მილიარდ 400 მილიონ ინდოეთზე ტერიტორიით რამდენი ინდოეთი არის 3.6 ხო და ეს კიდე 13. ესე 3-ჯერ 4-ჯერ მეტი არის ინდოეთზე ტერიტორიით. მოსახლეობასაც არ აუშავს, ხო 473 მილიონი ყოფილა. და სადავართ, ესე იგი საქართველოს სად არის გაჭედილი, ახლა გეტყვით. აღარ გამიგრძელდეს სიტყვა თურქებსა და არაბებს შორის. თურქები არც ვიცოდი და გაკვირვებული ვარ და არც იციან, ესე იგი წესიერად ვერც დაითვალეს დაახლოებით წერია 170 მილიონიდან 200 მილიონამდე თურქულენოვანი ხალხი არის ევროპა, აზიაში. წარმოგიდგენიათ, ხო? ესე იგი თურქეთი არის ყველაზე დიდი ქვეყანა 85 მილიონი და მე შუა აზია და ის ნახე მე სურათი არის ტაიბ ქვია რეჯებ ერდოღანი ვიღაცასთან ერთად დგას და რუკა უჭირავთ თურანიო თუ რაღაცა არის იმის რომელიც ავიცი მე არანაკლები ტერიტორია არის ვიდრე ეს არაბული ქვეყანა და ამ დროს არის აგერ 200 მილიონამდე თურქულენოვანი ხალხი. იმას ალბათ არ თვლიან, ახლა მაშინ რა ქვია ჩრდილოეთ კავკასიაში ნოღაელები არიან, კუმიკები არიან, ან მოლდავეთში არიან, გაგაუზები და
ან კიდე ბულგარეთში თურქები ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ხო, ის კი არა და გერმანიაში არის მგონია 3-4 მილიონი თურქი მარტო. საფრანგეთს და ინგლისს და იმას რო დავანებოთ თავი. ხო. აი ამ ხელა ესე იგი იმპერიებში ვართ გაჭედილი ქართველები. და ამ ხანაგი ეს ქვია გოგა ხაინდრავა, რომელსაც უკვე ხუინდრავას ეძახიან. ხო და ეს იძახის რომ პარიზიო არ მოუკიდიათო ვისაო მხრებზეო და არ წაუღიათო. კი გოგა ხაინდრავა ნამყოფი არის პარიზში და უნახია ადგილზე არის პარიზი, მაგრამ პარიზი რას გავს ახლა ალბათ უნახია. გოგა ხაინდრავა პირველად ნახე 1999 წელს პარიზში ამონტაჟებდა ვიდეო იმას რა ქვია 9 აპრილის შესახებ, რომ იმაში რა ქვია საფრანგეთის ტელევიზიაში გადაცემა გაეკეთებინა. ხო და რატო გავიხსენე, მაშინ საპირისპირო აზროვნების იყო გოგა ხაინდრავა და რო იტყვია ხოლმე დრონი მეფობენ და არა მეფენიო, დაკვირვებული ხალხის ნათქვამია და მართალია. 1999 წელს ხო სხვათა შორის გოგა ხაინდრავამ გადაიღო არის ვიდეო, ჩემს მიერ არის გავრცელებული, რომელიც 26 წელი მალავდა KGB თუ ვიღაცა, ვისაც ჰქონდა მოკლედ, ხო და 26 წლის მერე გავასაჯაროე მე ვიდეო, რომელიც არის 2 საათი და 7 წუთი, ქვია ამას სათაური ღირსების სასამართლო. ღირსების სასამართლო ზვიად გამსახურდიამ დაარქვა, თორემ ეს არის დისიდენტებს შორის, ეროვნულ მოძრაობა რო შეარქვეს იმ ხალხის შორის საქმის გარჩევა. ჩემს შესახებ მოხდა ეს შეხვედრა, ეგ სხვა თემა არის, თუ ვინმე საინტერესებს. იმ შეხვედრაზე ორი კაცია უფრო წარმოჩენილი, ზურაბ ჯავჯავაძე და ზვიად გამსახურდია. ზურაბ ჯავჯავაძე არის 100%-იანი მართალი და ზვიად გამსახურდი არის 100%-იანი მტყუანი და დამნაშავე, რა თქმა უნდა. ხო. არაბებზე ლაპარაკობ, გადაუხვია მე მგონია და თუ ვინმეს დაინტერესდება სხვა თემა, ეს თემა შემიძლია მაგ თემაზეც ვილაპარაკო. ესე იგი, არაბული ქვეყანა 23 ქვეყანა, მოსახლეობა 473 მილიონი. ისტორიულად ეხლა რა ხდება? სადღაც მე-7 საუკუნეში ხო? მუჰამედი რო გამოჩნდა და დაიწყო არაბული ექსპანსია. ვიღაცა არის არ გაუგებდა იქნება. ხო და ეს ნახავინა. პოსტალიონია და შეეშალათ მეზობელთან შედის. ხო და რა ვიზჯანდება რას ვიძახდი ერთო უკალი. ხო, არაბებზე ლაპარაკობდი რა. ხო, ისტორიულად. და რა იყო ესე იგი არაბების ტერიტორია, საუდის არაბეთი. დღევანდელი საუდის არაბეთი. რა თქმა უნდა და იმის ქვეშ რაც არის, ანუ არაბეთის ნახევარი კუნძული იყო არაბების ტერიტორია. თითქმის უდაბნო და იქ დარბოდნენ აქლემები და იცი მე ცხენებიც და კაი ცხენები ყავდათ არაბული ჯიში ცხენები.
ცნობილია ხო და იმის მერე დაიწყეს დაპყრობითი ომები. იორდანია, თუნდაც ისა ერაყი, კუვეიტი რო არის. კუვეიტი არის იგივე ერაყის ტერიტორია არის. სირია, აგერბათ რომ რამდენი ჩამოთვალე უკვე აქვე, ხო, აი აზიაში. კუვეიტი, ერაყი, იორდანია, სირია, ხო? 4 ქვეყანა დაიპყრეს. ნუ მე დღევანდელი ისრაელის ტერიტორია, რა თქმა უნდა, პალესტინა და გადავიდნენ აფრიკის ტერიტორიაზე. ეგვიპტე დაიპყრეს მერე. მერე მიიყვნენ ეგრე და ლიბია დაიპყრეს. მერე შევიდნენ გაიარეს დღევანდელი ტუნისი, დღევანდელი ალჟირი, მაროკო და ევროპის ტერიტორიაზე გადავიდნენ ესპანეთი, ანუ პირინეის ნახევარი კუნძული დაიპყრეს 800 წელი დაპყრობილი ჰქონდათ ესპანეთი. წარმოგიდგენიათ? ხო და ეხლა მე გეტყვით, ამოწერილი მაქვს, რომ არიწვალოთ, თუ გინდათ შეამოწმეთ. ესე იგი, ტუნისი 163,000 კვადრატული კილომეტრია, ნუ საქართველოზე ორჯერ მეტი და კიდე მეტი. მოსახლეობა 12,280,000 და რა ხდება, ესე იგი, ადგილობრივი მოსახლეობა ბერბერები 117,000-ია მარტო. ფაქტია არაფერი არ არის. ესე იგი 12 მილიონზე მეტი არაბი არის და 117,000 ბერბერი არის, ანუ ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობა. მერე ეგვიპტე ტერიტორია 1 მილიონი კვადრატული, ნუ ზუსტად თუ გინდათ 1,001,000 და 450 კვადრატული კილომეტრი და მოსახლეობა მე მახსოვდა 80 მილიონი და ძველი რომელიღაც წლების აღწერი და ეხლა ვნახე გაკვირვებული ვარ 111 მილიონი გამხდარა ეგვიპტე. 111 მილიონი. წარმოიდგინეთ და ეს ეგვიპტე რა არის? სულ 10-15% არის ტერიტორიის დასახლებული. მდინარე ნილოსი რომ არის, მდინარე ნილოსის გაყოლებაზე არის მთელი ეს მოსახლეობა. ხო? და ამ 111 მილიონში 90% არის დამპყრობელი არაბი არის. და 10% არის ადგილობრივი კოპტები. მართლმადიდებელი მოსახლეობა. ესე იგი, მართლმადიდებლური ეგვიპტე დაიპყრო მუსულმანულმა ეგვიპტემ და დღეს აგერ 90% არის არაბი, მუსულმანი და 10% დარჩა კოპტი მართლმადიდებელი მოსახლეობა. ამის მერე, ნუ ეგვიპტის მერე სად არის? ლიბია არის მოსაზღვრეთ. ტერიტორია, ნუ არც ის არის პატარა 1,759,540 კვადრატული კილომეტრი და მოსახლეობა არის 7,391,000 და არაბები 96% და 5,000-ია. ბერბერები 3,500. ადგილობრივი მოსახლეობა ბერბერები არის 3,500. სხვათა შორის ცნობისთვის მუამარ კადაფი იყო ბერბერი, ლიბიის პრეზიდენტი. ამის მერე ეგვიპტეს აკრავს ტუნისი, სად არის? აგერ ტუნისი, ხო, ტუნისი თქვი მგონია, ხო? 12 მილიონია და 117,000-ია ბერბერი. ამის მერე არის მოსაზღვრე ალჟირი. აი ალჟირი უფრო ის არის დაშორებული ამ არაბებს და ცოტა მოგვიანებით, ესე იგი, დაიპყრეს.
და ტერიტორია ალჟირისა 2.391.000. ფაქტიურად 5 საფრანგეთის ხელით ტერიტორია უკავიათ. მოსახლეობა არის 40.610.000. აქედან ზუსტად ეხლა ხო არ ვიტყვი და 30 მილიონი არის არაბი და 10 მილიონი არის ბერბერი. ბერბერი ალჟირში მცხოვრებ ბერბერებს ქვიათ კაბილები. ანუ 10 მილიონი არის კაბილი და 30 მილიონი არის არაბი, მისული, დამპყრობელი. იმის გვერდზე მერე არის სად არის მაროკო სამეფო, ტერიტორია 710.850, ეს მიაკუთვნეს ის რა ქვია საჰარა, ფაქტიურად უდაბნო არის, პატრონოთი იყო და მაროკოს მიაკუთვნეს, რადგან გვერდით იყო, მაგრამ მაროკოსა და ალჟირს ჩხუბი აქვს და შეიძლება ომიც კი გააჩაღონ ერთმანეთში, არა და ორივე არაბულ ენოვანი ქვეყნებია და ტერიტორიის გულისთვის ომის მდგომარეობაში არიან კიდევ. ხო, აქ ესე იგი მაროკოში 38-39 მილიონია 22 თუ 23 წლის მონაცემებით და აქაც იგივე რაც ალჟირში არაბებისა და კაბილების მაგალითი 29 მილიონი არაბი არის და 9 მილიონი ბერბერი. აი ბერბერები არიან ცოტა უკვე მაგრამ რა გინდა ეხლა 75% არის არაბი და 25% არის ალჟირში კაბილი და 25% მაროკოში არის ბერბერი, ხო? მაგრამ ვერ ერევიან. ესე იგი სახელმწიფო ენა არის არაბული ის სამუშაო ენა არის არაბული. არაბულ ქვეყნად ითვლება და წეღარო გითხარით აგერ დასაწყისში 23 ქვეყანა ასე არის. და გარდა ამითი კიდე აფრიკის ტერიტორიაზე არის სუდანი, არც ის არის პატარა ქვეყანი, არის ტერიტორია 1.886.000 და მოსახლეობა არის 51 მილიონი და 70% არის არაბი. ეს სუდანი მთლიანად კი არა, ანუ ჩრდილოეთი ნაწილი არის, ანუ მუსულმანური ნაწილი და სამხრეთი, ქრისტიანული შერეული არის, ქრისტიანული, მუსულმანური, იქ სხვა, არაბული არ არის. მაგრამ აი აქ 70% სადაც არის ჩრდილოეთ სუდანში, 70% არის არაბი და დანარჩენი ისინიც მუსულმანები, რა თქმა უნდა, ის დანარჩენი 30%-იც მუსულმანია. როგორც აი ყოფილ საბჭოთა კავშირში რუსების გარდა ყაზახებმა და ქართველებმა და უკრაინელებმა და სხვა იცოდნენ რუსული ენა, იმ 30%-მაც იციან არაბული ენა იმ სუდანში. ზანგები არიან, ხო? ხო და გარდა იმ არაბებისა, აქვთ რესურსი, ესე იგი სუდანიდან ზანგები ჩამოიყვანონ, მუსულმანი ზანგები, არა არაბები, ანუ არაბული ენის მცოდნე მუსულმანი ნამიბიელები თუ რაღაცა სუდანელები. აი ესეთი გეოგრაფიული, ისტორიული ისა გვაქვს ისა. ეხლა მე ველაპარაკებოდი, ხო, 22 წელი ვიმუშავე, ტურისტული საზოგადოება არის პარიზში და 80% იყვნენ მუსულმანები. ძირითადი ამ 80%, თქვათ 100 კაციდან იყო 80 არაბი, 30 მუსულმანი, შავი აფრიკიდან. სენეგალი, მალი და რა ვიცი მე, ეს ყოფილი ფრანგული კოლონიებიდან. რა მინდა ეხლა თქვა, 22 წელი ვაკვირდებოდი არაბებს.
ყოველ დღე მქონდა ურთიერთობა არაბებთან. ქართველებთან არ მქონია 22 წელი აი ხანგრძლივობის და მიხედვით ქართველებთან არ მქონია ურთიერთობა. არაბებთან მქონდა. რატო სამსახურეობრივი მოვალეობის გამო. და ძალიან ესე იგი ძალიან კარგი ხალხია რო იცოდე თავისი ქვეყნისთვის, თავისი არაბებისთვის. ლაპარაკში მარტო ერთმანეთთან ძალიან მოგზალებული, ძალიან სიყვარულით ელაპარაკებიან, ერთმანეთს ხუიას ეძახიან. ხო, ეს რუსული ხუია არ გეგონოთ. რუსული ხუი არ არის ეს. არაბულ ენაზე ხუია არის ძმას ნიშნავს. სიტყვების დამთხევა არის. მაგალითად ჰოლანდიურში ხუიდახ არის დილამშვიდობისაო და რუსულ ეტყვი ხუიდახო და ნახოიო გეწყვის და გაგიშვებს იქით და ენობრივი ის არის რა. ხო და ესე სულ ხუიას ზაღეში არიან, ესე იგი ძმაო და ერთად ლოცულობენ, სადაც არ მოუწევთ, ესე იგი ავტობუსში იყვნენ, ავტობუსში ლოცულობენ, ბიუროში არიან, ბიუროში დაემხობიან, სადაც არ უნდა ყვნა თან ერთმანეთს. ხო და მე მეტყოდნი ხოლმე, მოდიო სალათი გავაკეთოთ, თავიდან არ ვიცოდი რა სალათი მეგონა ეს რაღაცა საჭმელი რო არის სალათი. და სალათ არაბულად ნიშნავს ლოცვას. ეს 22 წლის ურთიერთობაში სიტყვებით ვისწავლე და რაღაც გამოლაპარაკება დასაწყისი და რამე, როგორც სომხური, აზერბაიჯანული მასწავლეს თბილისში ცხოვრებმა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა, ისე არაბებმა თან კიდე დიდი ურთიერთობა არ მქონია არც სომხებთან, არც აზერბაიჯანელებთან, მაგრამ 22 წელი არ არის, ხო? ხო და ბევრჯერ შევსწრები ვარ არაბების ლაპარაკს და შევეკითხებოდი, შენ ეს რო თქვი ესა და არაბული იცო მანო და რასაუბრობ კაცო ერთმანეთს ეტყოდნენ. ზოგჯერ 15 წელია, ზოგჯერ 20 წელი გადიოდა დრო, 20 წელია თუ 22 წელია ჩვენთან ერთად მუშაობდა. უკვე ესმის ამას. არ ლაპარაკობს თორე ესმის. ანუ ძალიან ისენი არიან რა, აი არ არის ქართველებს გვაქვს ავადმყოფობა. ყველას რო წინ დგომა უნდა, ყველას ესენი პირიქით ეძებენ, ესე იგი ლიდერს. ერთმანეთს აი ლიდერობას ტენია რა, აი ეს არის, ეს არის ხო, კაი. ხო და ჩვენ აი ეს აგვაქვს რამდენიმე კაცი არის შევამჩნია Facebook-ში გამოვარდებიან, ხო და ლიდერია ესაო არ გვინდა ჩვენ და ერთი არის ვიღაცა ისო ხო ბელადომანიას ეძახიან ამას. ქართველებს არ ჭირდებათ ისა რა ქვია ლიდერი, ყველა ლიდერები ვართ, ესე იგი ყველას ერთ დღეს და ერთ წუთში დაესიზმრებათ ერთი და იგივე რომ რა უნდა გაკეთდეს, ხო და არავის არ დაესიზმრება და მე არის ჩხუბი და აყალმაყალი, რომ არა ესე უნდა გაკეთდეს ისე და იმ კრილოვისა არ იყოს, ლებეთ რაგ და შუკაო და აი მაგ მდგომარეობაში ვართ. ზუსტად რა გადაკეთებული პირდაპირ მნიშვნელობით ლებეთ მოუთხა რაკსაო, მოგიხნავ დედის რაღაცასო, მიირბის ლებეთ მისდევს რაკიო და შენ მოგიტა ესეო და რაღაცა და აი ესა ვართ ქართველები. ვერ შევიგნით, რატო ვლაპარაკობ, ესე იგი ამ ხელა 23 ქვეყანა წინ გვაქვს, ესე იგი და თან როგორ ისახთ, იცი, სურვილი? არა მობენ უარს კაცო. ესე იგი კინაღამ ეს ჩრდილოეთ აფრიკა დაიფხრეს 13 მილიონი კვადრატული კილომეტრი აქვს ის რა ქვია. ხო ის დაპყრობილი. ხო და უარს არ იძახიან კიდე ეს ამოხდა ეს. ხო და უარს არ იძახიან. საქართველო რა, ესე იგი იმის არ იყოს რა ქვია კაპიკ სასტაიანიო უარს არაფერს არ იძახიან. ძალიან გემრიელ ლუკმად ეჩვენება საქართველო
და არ ვიცი ახლა თურქები და არაბები ერთმანეთში როგორ მორიგდებიან, როგორც ეთყობა რუსები, როგორც იმპერია დასუსტდა, თავისთავი გაჭირვებია და ხელით შეიძლება ჰქონდეს აღებული, თუ აღებული არა აქ და დებილები არიან ეს რუსები, შტერები არიან, იმის მაგივრად რომ 200 წლის წინ შეცდომა დაუშვეს ქრისტიანული მართლმადიდებლური თავისნაირი, ესე იგი რელიგიის ხალხს დედაუტირეს, ხო და დღეს კიდე აი ესეთ მდგომარეობაში ამყოფებენ, ტერიტორიებს ართმევენ, თავსაც იღუპავენ რუსები, რომ იცოდეთ და საქართველოსაც იღუპავენ, ხო? ესე იგი ორმაგ მაშინ კი არა, სამმაგ მარწუხში ვართ. იქ ჩრდილოეთიდან რუსები და სამხრეთში ეგერ არაბები და თურქები. ნუ ახლა არაბები და თურქები ახლო არიან და მათთან ალბათ ახლა ერთმანეთში თავხდებიან, ერთად ლოცულობენ, პაკისტანელია, ავღანელია თუ ბანგლადეშიდან ჩამოსულია ვინც არის, ხო და ეგენ ადვილად რიგდებიან ერთმანეთს ალახი ერთი ყავთ, მაჰამადი ყავთ და მაგაში რიგდებიან და ჩვენ კიდე რა ვიცი მე აი ესე ისავართ რა. იმის მაგიერად რომ მე დავწერე იმაში ხო ეს Facebook-ში არის გავრცელებულია. იქით ვაპირებდი იმპერიის შექმნას, იბერიის იმპერია უნდა შექმნა მეთქი და იბერიის იმპერია კი არა, საქართველოს გავაუქმებენ ალბათ, ნუ რამდენი დარჩა, ალბათ 2-3 წელში იმპერიის შექმნა კი არა, საქართველოს გადარჩენა იქნება შეუძლებელი. ხო ამ თემაზე მაქვს მე ვიდეო ჩაწერილი, ვისაც აინტერესებს გამოსავალი ამ მძიმე სიტუაციიდან შემიძლია ცალკე ვისაუბროთ, თუ იქნება შეკითხვები, კითხვებს ვუპასუხებ ხო. აი ეს მინდოდა მეთქვა მოკლედ ამ არაბიზაცია თუ რაღაცაზე, ძალიან მძიმე მდგომარეობა, დოლარები არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ აი ეს ამხელა იმპერიის იმაზე იმპერიის წინაშე ვდგევართ, წარმოიდგინეთ მეორე ქვეყანა არის მსოფლიოში არაბები ტერიტორიით მარტო რუსებს ჩამორჩებიან. რუსებს 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი აქვს, ამათ 13 მილიონი. და რუსებზე უფრო მდიდრები არიან. რაც შეეხება ამ დოლარებს თუ ევროებს თუ რაღაცა, ნუ საერთაშორისო ვალუტას, რუსებზე უფრო მდიდრები არიან. და გითხარით, აგერ 473 მილიონია და რუსი არის 120 მილიონი, როგორც იძახიან და იმასაც იძახიან, რომ იტყვევიან რუსებიო, საერთოდ რუსეთის ფედერაცია 80 მილიონი არის. და რომ იძახიან 140 და 155 მილიონი ტყუილიო. ნუ მართალია თუ ტყუილი არაფერი, გინდა 150 მილიონი იყოს, 473 მილიონთან არაფერი არ არის. მით უმეტეს ფანატიკოს არაბებთან, რომელიც ისე კი არ იქნება, რომ ეხლა უკრაინაში და რუსეთში ქუჩაში რო იჭერენ ხალხს, გადარეულები არიან ეს რუსები, ვიდეო არის, კაცო, კაცს მიყავს ბავშვი, მითი რა ქვია, კალიასკა ხო, საგორიალო იმითი და ქუჩაში დაიჭირეს კაცი, ჩასვეს მანქანაში, ჩააგდეს, ჩატენეს და წაიყვანეს და ეს ბავშვი, ესე იგი, ქორფა ბავშვი მიატოვეს ქუჩაში. ეს ასაულია, ხო, ესე იგი, გადარეულები არიან რუსები, საგიჟეთიოთ. ხო და აი ამ გიჟ რუსებს, ესე იგი, არაბების წინაშე ვერაფერი ვერ გავუღოთ. რამდენი, ესე იგი, ხო?
ტერიტორიით არაფერი არ ჩამოვარდება. ტერიტორია უფრო მეტი აქვს იმას რა ქვია ათვისებული არაბებს უფრო მეტი ტერიტორიაზე არიან დასახლებულები მიუხედავად იმისა რომ რუსებს 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი უკავიათ ისეთი ტერიტორიები აქვს სადაც ჯერ ადამიანს ფეხი არ დაუდგია აზიურ ნაწილში ესე იგი ურალის აღმოსავლეთით ну 20% ცხოვრობს თუ 23% მთელი რუსეთის ფედერაციის და ევროპულ ნაწილში ცხოვრობს ის 80 თუ რა ვიცი მე რამდენია 77%. ფაქტიურად ის ციმბირი რო ქვია რომელზეც ჩინეთს უჭირავს თვალი ну იმ აღმოსავლეთში უკვე ჩინელები არიან რუსებზე მეტი და ხვალზე შეიძლება წაართვალ ისე რომ ააცალონ თვალწინ ვერც გაიგონ დაცლილი აქვს ფაქტიურად როგორ არის ჯერ იტყვევიან 140 მილიონია რუსიო მე 80% ევროპის ნაწილში ცხოვრობს ეს 20% რამდენი გამოდის 120 მილიონი ну 25-30 მილიონი იყოს ხო და იმასაც იტყვევიან და ამ დროს მაგდენი მარტო ამურის თუ რაღაცის იმაში იქით ვალდივოსტოკის და 15 მილიონი ჩინელია ჩასახლებული თან საბუთიანი ის კი არა უსაბუთო და რამე და იმაზე მეტი კიდე ვინ აკონტროლებს რომელი რუსი და ისა უკვე რუსები არიან იქით ჩინელების მომსახურე პერსონალი ფაქტიურად ჩინეთის ჩინელების ხმები არიან რუსები იქ ვინ ცხოვრობს ხო და ასე რომ რუსები კონკურენციას ვერ უწევენ ვერც არაბებს და აი ეგ არის საქმე რომ არაბებსა და თურქებს შორის იქნება ეს საქართველოს და ჩვენთან ერთად სომხების ისა რა ქვია საკითხის გადაწყვეტა ეს საწყალი სომხები კიდე თურქულ სამყაროში ისი არიან აი როგორც პოლის ლუშმანს რო ჩააჭედებდნენ ხოლმე ფიცარში აი ესე არიან ჩაჭედებულები რა ვიცი მე იმ თუ იმე სამოძრობა შეუძლია ალბათ და მათი გადარჩენა ისევ ქართველებს შეუძლიათ მათი გადარჩენა მაგრამ იმდენად არიან ესე იგი შტერები ეს სომხები კი იმაში ვაჭრობაში არიან ჭკვიანი ხალხია ფულის შოვნა იციან ფულის ყადრი აქვთ და იციან და მაგრამ ეს პოლიტიკა და ეს სახელმწიფო საქმე მე მგონია ცოტა ეშლებათ ქართველებთან არიან დაპირისპირებული ქართველები ეჯავრებათ ქართველები ну კი არ ეჯავრებათ კაცო პირიქით უნდათ რომ გადაყლაპონ ესე იგი ჩაყლაპონ რამდენი ქართველი ასიმილირებულია რამდენი გასონხებულია და პირიქით აქეთ გედავებიან რომ ისაო ქართველებმა სომხები გააქართველოსო და იმათ ეძახიან შურტვაც გადაბრუნებულს აი როგორ არის შურტვაც სომხურიდან აი კალოში რო არის ხო შიგნით წითელი როა და გარედან შავი და რო ამოატრიალებ აი შურტვაც ეძახიან ამას სომხები და პირიქით არის ქართველი არ გასომხებულა ისა სომეხი კი არ გაქართველებულა ქართველები გასომხდნენ და აი ეს უკვე დაახლოებით 1990-91 წლებში და მანამდეც მე მაქვს მაგაზე შეხება პირდაპირ უშუალო შეხება როცა დისიდენტობას ეძახდნენ თუ ეროვნულ მოძრაობას იმ დროს ვავრცელებდი ჩემი ორგანიზაცია საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი ორგანიზაცია ვავრცელებდით ჭიჭინაძის წიგნებს ზაქარია ჭიჭინაძის წიგნებს ქართველი გრიგორიანები როგორ ასომხებდნენ ისა რა ქვია სომხები იმას რა ქვია ქართველებს რუსების დახმარებით როგორ გახდნენ ქართველები გერმანელები ლუთერანი ქართველები როგორ გახდნენ ოსები ოსდებოდნენ ქართველები რუსდებოდნენ
რავი ვეღარ ხო აი საბჭოთა ხელისუფლების დროს აფსუები გახდნენ იყო ოჯახი ხო ორი შვილი რო ყავდა ორი ბიჭი ყავდა ერთი აფსუად ეწერებოდა აფხაზად და ნუ ქვეყნის ესე იგი პრობლემები აქვს საქართველოში იმდენი რომ იმას რომ მიყვე ალბათ დღეები ვერ მოვჩერებ იმის ლაპარაკს დაღამდა მგონი აღარც ავჩელო სინათლეს ავანთებ სათვალე გადავარდნილა ხო და ჩვენ როგორ ავართ იცით ქართველები აი უკვე 35 წელი გავიდა 36 თუ 37 კიდე ადამიანი რო არის ალბათ აი ისენი აქვს მუწუკები როა გამოსული რა იმდენი მუწუკებია გამოსული და ადგილი რო აღარ არის რა ესე იგი ყველგან და ექიმა რომ მიცეს აი წამალი აი ეს უნდა წაისვა და მორჩები და ამ ავანტყოფმა საქართველოს ესე იგი მუწუკები თუ არის სავსე პრობლემები თუ არის სავსე ეს წამალი ექიმის მიცემული წამალი ერთ მუწუკზე რომ წაისვას მარტო ნუ კაი ის ერთი მუწუკი თქვათ მოურჩება მაგრამ მაინც გადამდებია ხო და იმათ ის დანარჩენი მუწუკები რა უყოთ ახლა ხო არის მოსარჩენი ხო და ეს რაგვარია ეს ეგერ გამოტანილი მაქვს ის იძახის რომ თაღლითია მოსაშორებელია და მე ვეკითხები როგორ მეთქი თუ რაღაცა ნუ მე ვნახავ ალბათ თუ არის პასუხი და ვისაც აინტერესებს YouTube-ში არის სადაც მე ვიძახი რომ ამ თავრობის შეცვლა შეიძლება ნუ უბრალოდ მექანიზმი არის პოლიტიკური მექანიზმით რომლის წინააღმდეგ ვერც ივანიშვილი წავა და ვერც ვერანი ვერ წავა რომ ყოფილიყო სხვა თქვათ პეტრე პავლე თუ ივანე YouTube-ში არის ვისაც აინტერესებს მე ბევრჯერ გამიზიარება ეს ჩემი ისა 10 წლის წინანდელი ჩაწერილი არის უნდა ჩაიწეროს YouTube-ში ზაქარია ლაშქარაშვილი 42 ნაწილი და იქ ვიძახი მე რომ თუ დამიდგება ხალხი გვერდში ნუ როგორც იყო აგერ ხო აგერ იყო სააკაშვილი მე ბურჯანაძემ რამდენჯერ ერთხელ ორჯერ რამდენჯერ ხან ვინ გამოდიოდა ხან ვინ გამოიყვანეს აი რომელი ერთი დავასახელო ხო გაჩეჩილაძე 300,000 კაცი მივიდა ხან იპოდრომი ხან სტადიონი მე დავესარი 2008 წელს იმაზე რა ქვია რესპუბლიკის მოედანზე 200,000-ზე ნაკლები ხალხი არ იყო იმაზე ლენის მოედანია თუ რა ქვია თავისუფლების მოედანზე რო გავიდა ხალხი ბოლო ესე იგი არ უჩანდა როგორც იქით მდგომებმა თქვეს სადღაც ფილარმონიასთან და იმასთან იდგა ხალხი ჯერ კიდე ვერ მოდიოდნენ ესე იგი რუსთაველი იყო სავსე და იქ ხალხი არ ეტეოდა კიდე რესპუბლიკის მოედანზე ხო და იმის ვარ სულ ბოლო აგერ 2000 როდი ეხლა 24 წლის არჩევნების მერე იმაზე დრონები და სატელიტით გადაიღესო 200 და 300,000 ესე იგი ტრადიცია დამკვიდრდა რა ვიცი მე რაგვარია ეს გრიგოლია თუ რაღაცა ჯვარი ნიკა გვარამია ხო მგონია და ეს ზურაბაშვილი და სალომე ზურაბიშვილი და კიდე ვიღაცები არიან ნიკამელია და ისინი იმით დაძახილზე გამოვიდა ამდენი ხალხი ბოლოს აგერ ჩემო ბატონო ის რა ქვია პატა ბურჭალაძე კი არა ბურჭულაძე ეს სალომე ზურაბიშვილი და ის რა ქვია ნაციონალი რო არის ხაბეიშვილი ხო ლევან ხაბეიშვილი რა გააკეთეს მე ვფიქრობ რომ ეს იყო ხელისუფლების ნუ ბიძინა ივანიშვილი მაგას ვერ მოიფიქრებდა ალბათ არც აინტერესებს ვიღაცა არის პოლიტიკაში ვინც მართავს მაგას და იმათ დადგეს ეს სპექტაკლი და ეს გამოიყენეს ეს და იქ რა ვიცი მე კულისებში რა ხდება ხო ვერ ვიტყვით რა მე კიდე მგონია რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო და რა ვიცი მე ბურჭულაძესაც გამოუშვებენ
და იმ ხაბეიშვილს და რა ქვია მურთაზ ზოდელავას და ვინც არიან კიდე დიდი ხნით ყოფნა არ მოუწევთ თუ არა და აგერ აყავთ რა ქვია მიხეილ ყაველაშვილი როგორც ესენი გამოუშვა რა ქვია ხაზარაძე და ჯაფარიძე იმათაც გლიჯავს ეგერ კაი იმას რა ქვია შეწყალებას და გამოაგდებენ სულას ერთად ხო აი ესეთი ის არის მოკლედ და ეს არის ეს არაბიზაციაც არის ხალხის გასართობად თავარი თემა არის თლიანად უნდა შეიცვალოს ესე იგი ხელისუფლება და უნდა მოვიდეს ეროვნულად ეროვნული შეგნების ხალხი აი ეგ არის პრობლემა რომ რამდენჯერ დაუშვით თქვათ და ივანიშვილი წავიდა იმ გადაცემაშიც იმ 42 ნაწილშიც უკვე 10 წელია დევს YouTube-ში იქაც იმას ვიძახი თქვათ და ივანიშვილი წავიდეს მაშინ ღარიბაშვილი იყო პირველ ზახოთზე ხო და ვინ უნდა მოვიდეს აი მე რომ მითხრას მეთქი ხო ივანიშვილმა მოდი და აი ღარიბაშვილის ადგილზე დადექი მე უარს ვიტყვი გინდაც ეხლა თქვას აი კობახიძეს უთხრას კობახიძე გადადექ შენ აგერ ლაშქარაშვილია და ის იძახის რომ ამ ქვეყანას მოაწესრიგებს და გაიყვანს იმაში რა ქვია სამშვიდობოს და რა ვიცი აღორძინებას დაიწყება და რაღაცა მე უარს ვეტყვი იქაც ვიძახი იმაში რომ ერთმა ღორმაო 100 ღორი გასვარაო რო არის ნათქვამი ერთი სუფთა რო შევა იმაში ღორების კოლტში ტალახიანებში ხო რა მოუვა აგერ ჩანს ხო იო იმ 700 მილიონი მოიპარაო კვირიკაშვილმაო და სად გაქრა და სად წავიდა სადღაც უზბეკეთშია და წაიღო და გაქრა აგერ ღარიბაშვილზე სალში რა უნდა და 7 მილიონი გაც მე ის კიდე რა ქვია თავდაცვის მინისტრიო რის თავდაცვის მინისტრი იყო კაც თავდაცვის მინისტრი შეიძლება მილიონები კონდეს ქვეყანაზე უნდა ფიქრობდეს და თავდაცვისუნარიანობაზე მე რომ რა ქვია აი ზვიადის დროს რომ ყოფილიყავი და კიტოვანის ადგილზე დავეყენებინე იმას ზვიადას შეიძლება ქართული ჯარი დღეს ინდუეთის საზღვარზე ყოფილიყო მეთქი მაგრამ რა გინდა ახლა არც მაშინ და არც მე რა ვიცი მე იმის არ იყოს რა ქვია მეუბნებიან ხოლმე რატო და რატო ვერა და რაღაცა და როგორ უნდა გააკეთო ხო მადანაშოვლებენ რაღაცას მაბრალებენ რა უნდა დამაბრალო შეგაიგაცო არასდროს არ მქონია თანამდებობა ერთი კაცის დანიშვნის ან მოხსნის უფლება არ მქონია ყოველთვის ვიყავი მუშის პოზიციაზე არ მქონია მე ისა რა ქვია ვიღაცას მქონია ხო მქონდა ახლა შანსი მithქვია მაგი შევარნაძის დროს ერთი უნდა ტაში დამეკრა და საცა ირინე სარეშვილი გახდა იმას ვიცე-პრემიერი და რა ქვია ბათიაშვილი კაგბ-ს უფროსი მართლაც გამსახურდია შო კაგბ-ს აგენტია რომ აბრალებდა უნდა მეთქვა შევარნაძისთვის ეგერ გამსახურდია ეს დამაბრალა კაცო და მოდი ბარე მაგრამ მართლა ავდგები და კაგბ-ს რაღა აგენტი ვიყო და იმედა და ბათიაშვილის მოადგილე და გავხდებოდი ბოლო ან კიდე ის რუსების ისა რა ქვია რა ერქვა იმას იგორ გიორგაძე დღემდე ძებნილი რო არის ხო და ან კიდე შევარნაძემ რუსი ჩამოიყვანა რუსის გენერალი რაგვარი იყო ნადიბაიძე იყო მგონია ხო და რამდენი ასეთი არც ერთი ესე იგი ერთი პატრიოტი აი რომელიმე ერთი პატრიოტი მინისტრი დაასახელო ხალხო ერთი პატრიოტი ერთი იყო ნუ ნამდვილი ესე იგი ეს ნადიბაიძე ნამდვილი გენერალი იყო თუ რა იყო და მეორე ეგ ხარყარაშვილი იყო ნამდვილი სამხედრო კიტოვანი არც მხატვარი იყო არც
ბიზნესმენი იყო, არაფერი რაგილი იყო საერთოდ და ჭამას მის და ქეიფის მეტი არაფერი არ იცოდა, ხო? და ეს ყარყარაშვილიც სამხედრო კაცი ის დაიწყო მე რა ქვია ქონებები შეძენა. ხან რა გაიფორმა, ხან რა და აგერ ეხლა აი ქიდან წამოვიდა შევარნაძიდან დაწყებული, ხო? და ეხლა რო ისაო 15 ბინა აქვს, 20 ბინა აქვს, სახლებიო, რაღაც მიწებიო, საქართველოს ყველა იმაში. რა თუნდაც ამდენი სახლები, ამდენი ის რა ქვია, ამდენი მიწები, რა ვიცი მე. მინისტრი, კაცო, იმის არის რომ ის სამინისტრო უნდა ფეხზე დააყენოს. თავდაცვის მინისტრი ის არის რომ თავდაცვნილობა იმას აკნას პოლიციელია და დისციპლინა იყოს და წესრიგი იყოს ქვეყანაში. უსაფრთხოების ის იყო უშიშროება თუ რაღაცა ქვია, ხო ეს რა გვარია ეს რაღაცა გვარია ეგეც დამავიწყდა რაღაცა გვარი ქვია. სუსის უფროსი იყო, ო ლილუაშვილი. და რა თუნდა ეს იქით უნდა იჭერდეს, აკონტროლებდეს ხალხს, რომ ქვეყანა არ გაძარცვოს, ხალხი არ გაძარცვოს და თვითონ იჭერენ. თვითონ იმას შვებია, რა ქვია, იპარავენ. ისო ივანიშვილი ეხლა კალაძეს 800 მილიონს თხოვსო. ქალაქის მერი. ჯერ თბილისი რა არის? დედაქალაქი ხო, აი ბატონო, მაგრამ ჯერ საქართველოს რა და იმის დედაქალაქი და ისა 800 მილიონი რომელი ტოკიოს და იმისი რა ქვია ნიუ-იორკის და ლოს-ანჯელესი თუ რა ქვია იმას რიო-დე-ჟანეიროს მერს რო უთხრა რომ ამდენი მოპარვა შეიძლებოდა და ამდენი მოიპარავ შეიძლება არ დაიჯეროს. როგორ გინდა დაიჯერო ხო? ტოკიოს მერს არ ეკნება ახლა რა ქვია მოპარული გინდაც 1 მილიონი იყოს. აი ახლა გამიგრძელდა მგონია დროც არ დამინიშნია და თუ ვინმე დაინტერესდება ამითი რეაქციას ყურადღება რომ არაბები არანაკლები საშიშროება არის სწორედ რომ ეთნიკური თვალსაზრისით სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით კიდე გავიმეორებ აგერ ბოლოს ეს არის ძალიან საშიში და ყურად საღები 13 მილიონი კვადრატული კილომეტრის მქონე ტერიტორიის და 473 მილიონი. ანუ რუსების რო გვეშილია, რუსებთან შედარებით, წარმოიდგინეთ, ახლა 5-ჯერ მეტნი არიან, თუ 4-ჯერ მეტნი არიან, გინდაც მოსახლეობით და თან კიდე ფანატიზმით, ესე იგი, გინდა პატრიოტობა და არქვი, გინდა ისავით, რა ქვია, ქართველები რომ ქართველს უეტყვი რომ ეს უნდა გავაკეთოთ, აბა როგორ, ანაირად, ასე რო იყოს და ისი არ იყოს და თავის რაღაცას და იმას არაფს უეტყვია, ეს უნდა გაკეთდეს, გაკეთდება. არ დაგიწყებს იმას, რა ქვია, საქმის გარჩევას, მე ასე ვფიქრობ და მე თანახმა არ ვარ და მე ის არ ვარ და 350 პარტია არ არის იმაში რა ქვია 346 თვიკი არა 473 მილიონ არაბეთის 23 ქვეყანაში არ იქნება იმდენი პარტია რაც საქართველოშია. იმ დღეს უსმენდი ერთი რა ქვია იმას გორხელაძეა თუ ისა თემური გორხელაძე და 330 პარტიაო იძახის. და დარჩაო საქართველოში 1,340,000-იო. მაგდენი კაცო იმაში რა ქვია ეგვიპტის სოფელში ცხოვრობს, ზოგიერთ ქალაქში ცხოვრობს მაგდენი. ქალაქებია მაგხელა. წარმოიდგინეთ თქვენ. ხო და რას ვაკეთებთ, ესე იგი თვითმკვლელობის პროცესია ქართველი ხალხი. ნუ აი ესე ვართ რა ვქნათ.
ნუ თუ გამიგზელდა ახლა ჩემ ბრალი არ არის საუბარი სიტყვა მოიტანა და ხო გითხარით ბევრია სალაპარაკო ვერ გამოვლე მე ამ სალაპარაკოს თავარი არის რომ კიდევ ვიმეორებ იმის არ იყოს რა ქვია ჩვენ წელთაღრიცხვამდე იყო რომის იმპერიაში სენატორი კატონი რო გამოვიდოდა თავის სიტყვას იწყებდა იმით რა ქვია კართაგენი უნდა დაინგრესო მე ყოველთვის ვიცახი რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ეროვნული ცნობიერების აი შეგნების ეროვნული შეგნების ხალხმა თუ არა ისე არაფერი არ გვეშველება ეხლა მე კატონი ვახსენე და ისა რა ქვია კართაგენი წარმოგიდგენიათ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ კართაგენი რომს ეომებოდა სიცილია დაიფრო კაცო ხო და რომაელები წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ და ბერძნები ჩადიოდნენ დასახმარებლად ესპანეთიდან გადმოდიოდნენ ესპანეთი იბერიიდან და რა ვიცი მე გოლუები და ვიღაცები რომ დახმარებოდნენ ესე იგი და კართაგენი უნდა დაინგრესო ეს იქონდა აჩენებული კართაგენი რა იყო კაცო ბერბერები იყვნენ და თელი ეს დღევანდელი მას რა ქვია 3-4 სახელმწიფო რო არის რა ქვია მაროკო ალჟირი ტუნისი ეს არის კართაგენის ადგილი არის ლიბია მაღრიბს რო ეძახით ევროპას ეომებოდა და არაბებმა ეს სამხელა უძლიერესი კართაგენი დედაუტირეს და წეღან გითხარით ხო აგერ არის რამდენი არის ტუნისი 12,880,000 კაცია და ბერბერი არის 17,783 ადამიანი რა ვიცი მე ესე იგი 1%-იც არ არის 1% დარჩა ან ასიმილაცია მოახდინეს ბერბერების ტუნისის ტერიტორიაზე კართაგენი ან კიდე როგორც არის რა აი დავამთავრებ მე ვინც მისმინა მადლობა ყურადღებისთვის და იმედია მომავალ შეხვედრამდე აი ხარეთ კარგად იყავით როგორ გამოვთო ეხლა მაგას ვფიქრობ აგერ არის ხო ამას